მეიოზი. მიტოზური გაყოფის შედეგად ერთი დედისეული უჯრედიდან მიიღება ორი შვილეული უჯრედი, რომლებსაც ისეთივე ქრომოსომული კომპლექტი აქვთ, როგორიც დედისეულ უჯრედში იყო. მომწიფების პროცესში სასქესო უჯრედების გაყოფა განსხვავდება მიტოზური გაყოფისაგან და მას მეიოზი ეწოდება. მეიოზი შედგება ორი თანმიმდევრული გაყოფისაგან. პირველად დედისეული უჯრედი იყოფა და მიიღება ორი შვილეული უჯრედი. ხოლო შემდეგ ეს ორი უჯრედი იყოფა და მიიღება 4 უჯრედი. რომლებსაც ქრომოსომთა ჰაპლოიდური, ანუ განახევრებული რაოდენობა აქვთ. მეიოზი შედგება ორი სწრაფი ურთიერთმომდევნო გაყოფისაგან. როგორც პირველი, ისე მეორე მეიოზური გაყოფის დროს, ისევე როგორც მიტოზის დროს არჩევენ 4 ფაზას. ეს არის პროფაზა, მეტაფაზა, ანაფაზა და ტელოფაზა. პირველი მეიოზური გაყოფის დროს პროფაზა 1, მეტაფაზა 1, ანაფაზა 1 და ტელოფაზა 1, ხოლო მეორე მეიოზური გაყოფის დროს პროფაზა 2, მეტაფაზა 2, ანაფაზა 2 და ტელოფაზა 2. პირველ გაყოფას წინ უსწრებს ინტერფაზის სტადია. ინტერფაზა ინტერფაზაში ქრომოსომების დიპლოიდური რაოდენობა. ერთი ქრომოსომა დედისეული, ხოლო მეორე ჰომოლოგიური მამისეული ქრომოსომა. ასევე მეორე გრძელი ქრომოსომა ყვითელი დედისეული და მეორე ქრომოსომა ჰომოლოგიური მამისეული. ინტერფაზაში ხდება დნმ-ის რეპლიკაცია, მას შესაბამისად ხდება ქრომოსომების გაორმაგებაც. ორმაგდება როგორც დედისეული ქრომოსომები, ორმაგდება ასევე მამისეული ქრომოსომები. ქრომოსომების ერთმანეთთან დაკავშირება ცენტრომერული უბნებით ხდება. ორმაგდება ასევე უჯრედის ცენტრიოლების რიცხვი. ინტერფაზას მოსდევს პროფაზა 1. პროფაზაში მკაფიოდ ჩანს, რომ ქრომოსომები ორი ქრომატიდისაგან შედგება. ისინი თანდათან მოკლდება და მსხვილდება. პროფაზაში ჰომოლოგიური ქრომოსომები ერთმანეთს გადაეჯდობიან. ხდება მათ შორის კონიუგაცია. კონიუგაციის დროს ზოგიერთ ჰომოლოგიურ ქრომოსომთა შორის ხდება უბნების გაცვლა. კროსინგოვერი. რაც მემკვიდრული ინფორმაციის გაცვლასაც ნიშნავს. შემდეგ მჭიდროდ დაკავშირებული ჰომოლოგიური ქრომოსომები ერთმანეთს სცილდება, მაგრამ ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ურთიერთდაკავშირებული უბნები, რომელიც ბერძნული ასოს X მოგვაგონებს. ეგრეთ წოდებული ქიაზმები. ქიაზმების რაოდენობა თანდათან მცირდება. ქრომოსომები ეკვატორული სიბრტყისაკენ იწყებენ მოძრაობას. ამ პერიოდისათვის უჯრედის პოლუსები და გაყოფის სიტის ტარასაფები უკვე ფორმირებულია. ეს უკვე პირველი მეიოზური გაყოფის პრომეტაფაზაა. პრომეტაფაზა 1. პრომეტაფაზა 1 შემდეგ იწყება მეტაფაზა 1. მეტაფაზაში ქრომოსომები ეკვატორულ სიბრტყეში ლაგდებიან ისე, რომ ისინი პოლუსების მიმართ სიმეტრიულად არიან ორიენტირებული. და მანძილი ქრომოსომებსა და პოლუსებს შორის თანატოლია.
ურთიერთპარალელურად განლაგებული ჰომოლოგიური წყვილის ყოველი ქრომოსომა შედგება ცენტრომერულ უბანში ერთმანეთთან დაკავშირებული ორი ქრომატიდისაგან. ცენტრომერულ უბანშივე უკავშირდება ქრომოსომას გაყოფის თითისტარას ძაფები. არაჰომოლოგიურ ქრომოსომთა ურთიერთგანლაგება კი შემთხვევითი ხასიათისაა. მეტაფაზაში უჯრედის ერთი პოლუსიდან თითისტარას ძაფი ემაგრება ჰომოლოგიური წყვილიდან ერთ ქრომოსომას, ხოლო მეორე ძაფი კი მეორე ქრომოსომას. მეტაფაზა 1-ს მოსდევს ანაფაზა 1. ანაფაზა 1. ანაფაზაში ერთი ქრომოსომის ორივე ქრომატიდა ცენტრომერული უბნით ერთი პოლუსისაკენ, ხოლო მეორე კი მეორე პოლუსისაკენ წარიტაცება. მიტოზის ანაფაზაში კი პოლუსებისაკენ წარიტაცება შვილეული ქრომოსომები. ანაფაზას მოსდევს ტელოფაზა 1. ტელოფაზაში, როდესაც ქრომოსომთა ყოველი ჰომოლოგიური წყვილიდან ერთ პოლუსთანაა, ხოლო მეორე კი მეორე პოლუსთან, ხდება ბირთვის გარსის აღდგენა და ბირთვის გარსის აღდგენას თან სდევს ციტოპლაზმის გაყოფა, ანუ ციტოკინეზი. მიიღება ორი შვილეული უჯრედი. შვილეული უჯრედები შეიცავს ჰომოლოგიური წყვილიდან ერთ ქრომოსომას. შვილეული უჯრედების წარმოქმნის შემდეგ მეიოზი გრძელდება. თითოეული უჯრედი კვლავ იყოფა. გაყოფას წინ უძღვის ინტერფაზა. ინტერფაზაში მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს არ ხდება დნმ-ის რეპლიკაცია. ინტერფაზას მეიოზის მეორე გაყოფა მოსდევს. მეიოზური გაყოფის პროცესში უჯრედების გაყოფა ზუსტად ისე მიმდინარეობს, როგორც მიტოზის დროს. მეორე გაყოფის პროფაზაში მიმდინარეობს ყველა ის პროცესი, რომელიც მიტოზის პროფაზისთვის არის დამახასიათებელი. უჯრედში ქრომოსომთა ჰაპლოიდური წევრებია. ყოველი ქრომოსომა შედგება ორი ქრომატიდისაგან, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. გაორმაგებული ცენტრიოლების ურთიერთდაცილება ხდება და მათ მიერ უჯრედების პოლუსების ფორმირება. ასევე ცენტრიოლებს შორის გაყოფის თითისტარა ცენტრალური ანუ პირველადი ძაფების განვითარება. პროფაზა 2-ში. პროფაზა 2-ს მოსდევს მეტაფაზა 2. მეტაფაზაში ქრომოსომები ეკვატორულ სიბრტყეში ლაგდება. გაყოფის თითისტარაში ვითარდება ცენტრალური ძაფების გარდა ქრომოსომული თითისტარაც, ორმაგდება იყოფა ცენტრომერა და მათ გაყოფის თითისტარას ძაფები უკავშირდება. ეს არის მეტაფაზა 2.
მეტაფაზა 2-ს მოსდევს ანაფაზა. ანაფაზაში საპირისპირო პოლუსებისაგან წარიდაცება, შვილეული ქრომოსომები, ანუ ქრომატიდები, და ტელოფაზის შემდეგ ისინი სხვადასხვა უჯრედში აღმოჩნდებიან. ანაფაზა 2 და საბოლოოა ტელოფაზა. მცირე მწვანე უბნით და გრძელი მწვანე ქრომოსომით, შემდეგ მწვანე უბნით, მწვანე ქრომოსომით და კროსოვერული ყვითელი უბნით. ამის შემდეგ ხდება ბირთვის გარსის აღდგენა და ბირთვის გარსის აღდგენას მოსდევს ციტოპლაზმის გაყოფა, ანუ ციტოკინეზი. მიიღება 1 დიპლოიდური უჯრედიდან 4 ჰაპლოიდური უჯრედი. მეიოზის ბიოლოგიური არსი მდგომარეობს ქრომოსომთა რიცხვის ორჯერ შემცირებაში და ჰაპლოიდური გამეტების ჩამოყალიბებაში.